მოგესალმებით ისევ წინა ვიდეო გამეთიშა რადგან მიტვირთებოდა იმ ვიდეოზე წინა ვიდეო ორი ვიდეო ესე იგი ერთი ვიდეოს ტვირთავდი და ვიფიქრე ამ კითხვა პასუხების ვიდეოს ჩავატებ მეთქი რადგან ისიც მოკლე გამოვიდა და არ მფიქრია რომ ეს გაითიშებოდა და სადამ ის პირველი ვიდეო იტვირთებოდა ამას წერდი ამის პირველ ნაწილს და ვერ გავთვალე და გამეთიშა მაგრამ არა უშავს ახლა მეორე ნაწილს ჩავწერ და წარმოგიდგენთ მას დავიწყოთ ლეტალი ამბობს რომ ჩვენ ყველანი მთელი სამყარო ვიმყოფებითო ერთ გემში და ამიტომ ჩვენ თუ დავაკეთოთო რაღაცა ჩვენ უნდა ჩავდოთო ჩვენ სტაბილურობაში ჩვენ სიმშვიდეში და როგორ შეიძლება ეს სიმშვიდეში ვინარჩუნოთო მედიტაციებით ხანდახან მე გეტყოდით რომ განმარტოვებაც სასარგებლოა და უნდა ვეძიოთო ინფორმაცია უნდა ასე ვთქვათ ვიყოთო სულ ძიებაში და თუ თქვენ თვითონ ვერ ერევითო ამ ამოცანას ანუ ახლა მაგალითად ბევრი ზოგი უამრავი ადამიანი როგორც ლეტალია პანდორა ამათმა მიმართა სპეციალისტებს ახლა რომ არიან ამდაგვარ სპეციალისტებს და მაგ სპეციალისტებმა ძალის წარმომადგენლებმა დაეხმარნენ ამ გოგოებს რასპაკოვკაში სულაც რომ თქვათ და მაგრამ მე ვიცი რომ ნუ ხა ეგენი ფულზე მუშაობენ კი რომ ეხმარებიან სხვებს მუშაობენ ფულზე ლეტალიათ პანდორა და ალეონა ბერეგინას ბევრი კონტაქტორი მუშაობს ფულზე და საქართველოშიც აგრეთვე ყველა უნდა რაღაც თანხის აღება რატომ ხო უნდა ერჩინონ თავისი თავი თქვენ იცით რა ენერგიებს კარგავენ ესენი და სეანსის ბოლოსკენ ძლივს განარიან ფეხზე პანდორამ თქვა მე ყოველი სეანსის შემდეგ უკვე ძალა არ მყოფნისო რომ შემდეგ ჩემო ჯახს მივხედო და ეს მე არ თავამტყუნებთ ამათ იმიტომ რომ ენერგიას კარგავენ მაგალითად ალენა ვულკოვი რომელიც ვახსენე ის უბრალოდ ეხმარებოდა ხალხს ამ დემონების რაღაც არსებების ისევ ხელში შერეკვაში გამოჭერაში და ისევ ხელში აბრუნებდა მაგათ მაგრამ ესენი უკვე სხვადასხვად ეხმარებიან ხალხს ალენამ თავისი ძალა გამოიყენა იმისთვის რომ იმ არსებებს შებრძოლებოდა ვინც შემოდიოდა ჩვენ სამყაროში ხო მაგრამ ეს გოგოები კი თვით ადამიანებს ეხმარებიან სულის გაწმენდაში და გაძლიერებაში მაგრამ ახლა მე ჩვენელი ადამიანები ბევრია რომლებსაც არ აქვს იმდენი თანხა რომ გადაუხადონ ვინმეს მით უმეტეს რომ ერთი სეანსი არ ეყოფა რამდენიმე სეანსია საჭირო ხო ერთი სეანსით მაინც ვერ გაგწმინდას ვერავინ ამიტომ როგორც თქვით გოგოებმა მაგალითად თუ არ გაქვთ საშუალება სპეციალისტებს მიხედოთო თქვენ შეგიძლიაო თქვენი თავი დაამუშავოთო და ამის მოხრე ვარ მე მაგალითად ამიტომ ვაკეთებ ამ საქმეს ამიტომ ვცდილობ ვიყო პოზიტიური მართალია ეს მე პირველ რიგში მე მანიჭებს სიხარულს ბედნიერებას მაგრამ მე ეს ჩემი სიხარული და ბედნიერება ორმაგდება როდესაც მე ვიცი რომ ეს ჩემი ვიდეოები სხვებსაც ანიჭებს სიხარულს და ბედნიერებას მე მშვენივრად მესმის რომ ჩემი ვიდეოები არ არის მაღალ დონეზე გადაღებული და არ არის ხარისხიანები მაგრამ მე არავის არ ვაბარებ გამოცდას არავის წინაშე არც იმის დამტკიცება სურს რომ მე მაგარი ვარ მე უბრალოდ ვარ რაც ვარ და მე ვიცი რასაც ვაკეთებ
ბევრი ვერ გამიგებს მე კი ვიცი რასაც ვაკეთებ ხო და ხადახალ ღიმილს მანიჭებს კომენტარები ახლა ბოლოს მომწერა ერთმა შესაქმეს მიხედეო რაზეც გამეცინა და რატო მე ამას რასაც ვაკეთებ ეს მიმაჩია ჩემს საქმედ მე ისედაც უყურებ ჩემს საქმეს ისედაც ვაკეთებ ჩემს საქმეს და ამას მეტი საქმე რა უნდა გავიჩინო მე ამას უკეთესი საქმე და არის მასეთი ხალხი რომლებსაც არ აინტერესებს და არც ხომ უნდა რომ გააკეთოს არც თვითონ აინტერესებს და არც ხომ უნდა ეს საქმე რომ გააკეთოს ხო მე ჩემი ნებით ვაკეთებ ამას არავის არ დაუვავდებულია არავინ არ დამავავდებულა ეს საქმე ხო და მე ვდებ ჩემი ცნობიერების და სულის განვითარებაში პირველ რიგში მე ზრუნა პირველ რიგში ვიბრაციების საწევაზე რომ შემდეგ მე რო გავძლიერდები სხვასაც დავეხმაროთ და ვიდეოებით რომელსაც მე წერ ბევრი თქვენგანი მადლობას მეუბნება ახლა წამოიდგინეთ კი ხარისხიანი არა ჩემი ვიდეოები მე ჟურნალისტი არ ვარ და წამყვანი რომ ვინმეს თავი მოვაწონო მე ვარ რაც ვარ მე ბუნებრივად ვარ ის რაც ვარ არ თამაშობ ხო და სხვა მაპატიეს მაგრამ მეტი მე რა უნდა გავაკეთო ამას უკეთეს საქმეს მე ვიშოვიგანა სიკულელი არა მე მანიჭებს სიხარულთან მე ორმაგად მანიჭებს სიხარულს ის რომ თქვენც მოგწონთ ეს ვიდეოები ლეტალი ამბობს რომ როდესაც ჩვენ არ გვაქვს შიშები ჩვენ ცხოვრობთ შვიდად მე სანამ ეს ინტერნეტი სესონური ტელეფონი ჩამევარდებოდა ხელში და მე მქონდა მანამდე ღილაკელი ტელეფონი და ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვი რომ მე წავაწყდი მე წიგნებს ვკაჩავდი წიგნებს რომ შემდეგ გადმკოსვეთი გამეკეთებია და მე მაშინაც მაინტერესებდა რამდენიმე წლის უკან სულზე და შემთხვევით წავაწყდი რობერტ მონროს წიგნს ახლა დენა ინტერნეტში ზოგი ვიდეო რომელიც რობერტ მონროს ეხება რობერტ მონრო გამოდიოდა სხეულიდან ასტრალური თავის ასტრალური სხეულით დადიოდა და შემდეგ აღწერდა თუ სად იყო და რას ხედავდა და მე შემთხვევით წავაწყდი ამის გარდა კიდევ სულების მეთქი წვრილი სხეულების აღწერას და მე არ მახსოვს ახლა რომელ წვრილ სხეულს მივარდი იქ ეწერა რომ ადამიანმა თვითონ უნდა გააკონტროლოს ემოციები თუ ადამიანი არ ნერვიულობს თუ შეუძლია მაგალითად შვიდად მიიღოს ყველაფერი ნეგატიური მისი იმუნური სისტემა წარმოადგენს მის სულიერ სიძლიერეს და თუ ჩვენ ეს სულიერი სიძლიერე დავსვამეთ დავასუსტეთ ჩვენი იმუნური სისტემა ირყევა და მაშინ ვთხარი მე ჩემ თავს რომ შენ უნდა დაიყვანო შენი ხელი შენი თავი შეხელში რადგან შენზეა პირველ რიგში დამოკიდებული შენი სულიერი ჯანმრთელობა ეს იმუნიტეტი ხოლმე უკვე მესმოდა მაგდენი და როგორც ეს მე ვთხარი ჩემ თავს მე ვიხჩობოდი მეკეტებოდა თითქოს ვიღაცა მიჭერდაო კისერზე და სუნთქის საშუალებას არ მაძლევდაო უცებვე როგორც კი მე ვთხარი ჩემ თავს შენ არ უნდა მიიტანო გულთან უნდა ეცადო არ მიიტანო გულთან არაფერი და წამოიდგინეთ მომეშვა ხელად მარჯვენა მხარე მომეშვა დარჩა მარცხენა და დრო და ხანის განმავლობაში ესეც მომეშვა კი ზოგჯერ პანიკური შეტევები სუბუქ ფორმაში ოღონდ სუბუქ ფორმაში პანიკური შეტევები შემიტევენ და მე ვუკლავდები ამას იმიტომ რომ სოფლიოში ისედაც ისეთი ქაოსია ახლა ჩვენ ყველანი ხომ ერთ გემში ვზივარ და ყველაზე მოქმედებს იგი
რაც არ უნდა მშვიდად იყო. მაგრამ არ უნდა გვეშინოდესო ლეტალია რას ამბობს, რომც რამე დაგვემართოსო, თქვენ უნდა იცოდეთო, რომ ჩვენი სულები ხომ არადიულიაო, თუმცა სულით არა მარადიული, მაგრამ სული უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრების სხეული, ხო? არაფერი არა მარადიული ამ სამყაროში, არაფერი. უბრალოდ შედარებით მარადიულია ჩვენთან შედარებით, ჩვენ ფიზიკურ სხეულებთან შედარებით, ფიზიკურ სამყაროსთან შედარებით მარადიულია. ამიტომ ვამბობ ჩვენ ამას, თორემ მარადიული არაფერი არ არის ხალხო. არაფერი. და როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ კი, ზოგს ყავს შვილები, ქვრები, უყვართ ძალიან თავიანთი ოჯახის წევრები, მაგრამ რამე რომ მოხდეს, დაუშვათ უცებ, არ ხდება რა ხდება, მიწისძვრები, წყალდიდობები და შეიძლება ნებისმიერი შეეტიროს ამას ყველაფერს, ან იგივე ტერაქტს, ან იგივე სამშვიდობოზე კიდე ვიღაც მანიაკს გადაეყარო, ან ხო ბევრი შემთხვევა, ახლა ამას რეკლამას არ უკეთებენ, მაგრამ ბევრი შემთხვევა პატარა გოგონებს რო აპატიურებენ მისივე ახლო ნათესავები, მამები, ძმები, ბიძიები, ხო? არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ ამაზე ნაკლებად საუბრობენ. მაგრამ ხდება ასეთი რაღაცა და თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი თავი, თქვენი სული უბრალოდ და უნდა შეიგნოთ, რომ ეს ჩვენი ფიზიკური სხეულია. მე არ ვამბობ, რომ ეს ასეა საჭირო, არა, მაგრამ ეს ასე ხდება, ჩვენ გვინდა არ გვინდა. და თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ და მივიღებთ ცხოვრებას ისეთ როგორიც არის. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გაჭედილია იმაზე ფიქრით, რომ აი რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს, რაღაცა მოხდება, რაღაცა ცუდი შეგრძნება მაქვს, აი ეს ასე არ უნდა იყოს, ან მაგალითად ზოგი კანკალებს თავის რემონტზე, სახლის რემონტზე, ხო? არიქა, ახლა გავაკეთე რემონტი, ამდე ფული დამიშვა და არიქა, იქ არ მოგიდო ხელი, აქ არ მოგიდო ხელი, იმ დივანზე არ დაჭრე, სკამზე დაჯექი, დაიშვება და მე ვერ გავრეცხავ. ან მაგალითად ზოგ წესათავს ნივთების თხოვა ვერ ცხოვრობს, ზოგი თუ არ ითხოვა ტანსაცმელი, შარვალი, ფეხსაცმელი. ყველაზე ცუდია ფეხსაცმელს რომ ათხოვებ ადამიანს. ქუდი და ფეხსაცმელი. ხო და ბევრი შემთხვევებიცაა, როდესაც ახალგაზრდა გოგონები ერთმანეთს უცვლიან კალგოტკებს. არის ასეთი შემთხვევებიც, კი. და სავარცხელი ყველას უნდა ქონდეს თავის ინდივიდუალური, ხო? ანდა რომ შედიხარ სალონში, კი, სტერილიზაციას უკეთებენ ჩხილების ინსტრუმენტებს, მაგრამ სტერილიზაცია იქ რო იღებავენ, რომ იმზადებიან სადმე წასასვლელად, ერთი საღებავი აქვს იმქა. იმათ აქვენ ერთი საღებავი. ერთი ჩოთქი, პუდრის დასასმელი, რუმიანას დასასმელი, ასაპრეხი და ამ ასაპრეხით, ამ ტუჩსაცხით, ამ ფუნჯებით და ფერუმარილით ემსახურებიან ყველას. იგივე ჩხილის ლაქი ავიღოთ. მინიცის ჩხილზე რამდენი ბაქტერიები გაქვთ? კი, დავუშვათ ისურვედეს სტერილიზაციას უკეთებენ, მაგრამ მანიკური? ხო, ერთხელ მე მიყვარდა სიგიჟემდე ტუჩის საცხ და მანიკურსაც ხმარობდი. შეგებია 1000-ში ერთხელ თუ შევიღებებდი. შევიღებებოდი, მაპატით ხანდახან ენა მებნევა. და ახლობელმა ადამიანმა მთხოვა ტუჩის საცხი. არ მივეცი, არ გეწუნოს მეთქი, მე უთხარი, მაგრამ ტუჩის საცხი სანახევროდ არ შეიძლება მეთქი, იმიტომ რომ ტუჩი ხო ინიწყება, ჩვენ ხო ვინერწყავთ ტუჩი და იპავნათ რომ წაისმენ და აუცილებლად მოხდება მაგ პამადაზე ცხვისი ნერწყვი, აუცილებლად.
ხო და შენ შეიძლება არ ხარ ალბათ, მაგრამ მე იმუნური სისტემა სუსტი მაქვს და რა მე გადამედოს, ხო? იგივე ასაპრეხი, იგივე ფანქარი. კანზე იმდენი ბაქტერიები და ვირუსები და კლეშები ჭიებს რომ უძახიან ცხოვროს, რომ ეს და მე ადამიანს მოვა გული თუ არ მიეცი, ხო? მაგრამ თვითონ იმ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასე არ შეიძლება საქციელი. აი მაგალითს მოგიყვებით. ჩემი დაიყო სადღაც სტუმრად და ფეხზე შევედით, ფეხზე გავიხადეთ. სოფელია. სოფელში ვიყავით სტუმრად და ხომ იცი ახლა სოფელში კალოშკები აცვიათ. რაც არ უნდა დაიბანო ფეხი ყოველ დღე კალოშკებში, როცა დადიხარ მთელი დღე ოფლისუნი და კალოშკისუნი, ოფლიანდება ფეხი, რა თქმა უნდა საუბარი, რაც არ უნდა ზამთარი იყინა იყოს და კალოშკისუნი აერევა, მაინც დგება სუნი, ხო? ახლა წამოიდგინეთ, ამ დიასახლის მოეწონა ჩემი დის შექმები და შეშაზე რო წავიდა ჩაიცვა ჩემი დის შექმები. სამფუღურიანი. წამოიდგინეთ, კალოშკებში ჩანაყოფი ფეხი ნაოფლარი და კალოშკების სუნიანი ფეხი ჩაუყო ჩემს შექმაში. რა წესია ეს თუ ის ხალი ცოტა არა კარგად. ვერ წავიდო და ახლა მაგი შეშის მოსატანად იქვე იყო, რომ ჩემი დის შექმა არ ჩაეცვა. ესა უკულტურობა. მაგრამ სოფელში ეს უკულტურობად არ მეაჩნიათ. თუ რამეზე იტყვი ვარს, გულს მოგიყვანენ და სოფელში უთხილდებიან ერთმანეთს, რომ არ ეწუნოს ვინმეს, ხო? ან ახლა გუმრები ყავთ და წავიდნენ ისინი მათხრობით ვერ გადმოვიდნენ უკან დააბრუნეს და ისა კაცრული მათხოვიო. კი მართალია გაჭურების დროს მეძოვლები ათხოვებენ ერთმანეთს კაცრულს, ეს სხვა ამბავია. მაგრამ მე როდესაც მე ვცხოვრობ მარტო, მე ჭურჭელში ვაკეთებ საქმეს, მე რა თქმა ხარ შენ ჩემ ჭურჭელში საჭმელი გააკეთო. ამას არ აქცევენ ყურადღებას. კიდევ მე მამტყულებენ იმაში, რომ შენ რაშვაშიო კაცრული აბა ვინმე რომ მოგტესო სოფლებში და ქალაქებში ადრე ხო კაცრულებს ყველაფერს ათხოვებდნენ მეზობლები. ადრე არ იყო ასეთი რაღაცები, ის მერე შემოიტანეს მოდაში. მერე თვითონ ხალხმა დაიწყო ამის გაკეთება, თორემ ადრე კვტლებსაც არ მარხავდნენ, არც სუფრეს შლიდნენ. არ შლიდნენ სუფრეს. სად იყო ადრე სუფლების გაშლა და ის? კი კვტლებიზე საერთო კანონით ადრე ძველ დროში, როდესაც ადამიანი მოკვდებოდა, მას ჰყავდა ცოცხალი ადამიანი და გამცილებელი, ის ადამიანი გამოდიოდა სხეულიდან და კვტრის სულს აცილებდა, მიიყვანდა ადგილამდე და შემდეგ დაბრუნდებოდა მის სხეულში. ახლა ესე ზღაპარი მოეჩვენება სკეპტიკოსებს. კი, იყო ასეთი რაღაცები. კარგით, მოდით, გავაგრძელოთ. და სიკვდილის შიში რატომღაც ჩვენ გენებშიაო გამოკეტილი არ მიდისო, რჩებაო ფიზიკურ დონეზე. და ლეტალი ამბობს, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ სიკვდილის შიშის შეგრძნება არისო ჩვენი დაცვა. ჩვენ რო არ გქონდესო სიკვდილის მიმართ შიში, ჩვენ არ გოვრთულდებოდითო ჩვენ თავს ხელს მოკიდედითო, ცეცხლში ხელს ჩაყვობდითო, მაგრამ ამის შიში რო გვაქვსო ჩვენ თავს უვრთულდებითო. პანდორა ამბობს, რომ შიშები არისო ჩვენი დესტრუქტიული ნივთები, ისა დესტრუქციული ინსტრუმენტები, რომელიც ატორმოზებენო ჩვენ განვითარებას. შიშები ლეტალი ამბობს, რომ შიშებიო ეს არის ბლოკები ჩვენი ტვინისთვისო, რომელიც ხელს გვიშლისო ჩვენ აზროვნებაში და გადაწყვეტილების მიღებაში. შემდეგ შეკითხვა დაუსვა მსმენელმა, რომელიც ცხოვრობს კალინინგრადში და ეკითხება ამათ. ხომ არ შეგიძლიათ მოყვეთო კალინინგრადის ძალის ადგილებზეო? პასუხობს პანდორა და ამბობს, მე როგორ ხედავო ამას ყველაფერსო.
ხო, რადგან ეს კალინინგრადი ბალტიკაზეა განლაგებული, ბალტიკა არისო წარმოადგენსო თავად ძალის ადგილს, ძალიან დიდი ძალის ადგილს. რადგან ყველა ბრძოლები, ტევტონური ორდენი, ყველაფერი რაც კი ხდებოდა რუსეთსა და ევროპას შორისო გადიოდა ამ ტერიტორიაზე. და იქ ბევრი ადგილიაო, სადაც იმყოფებიანო სულები, რომლებიც ამ ადგილს ასე ვთქვათ იცავენო. აქ ადამიანის სულებზე არა საუბარი, არის ზეთიურ სულებზე საუბარი. და ვინც ამ ადგილზე მიდისო, ან იმუხდება ცოცხალი წყლისგან, ან აძლევენო იქეთ ენერგიას. ან ვიძენთო რაღაც უნარებს. ხო, იქ არისო ძალიან ბევრი ციხესიმაგრეებიო, რომლებიც დაგეხმარებაო მოგონებების მეხსიერების გაგვიძებაში. ძალიან საინტერესო ადგილებიაო იქ, ძალიან მშვენიერი ადგილებიაო. იქ არისო ძალიან ბევრი ქარვა. რა არის ქარვა? ქარვა არ არის მინერალი. ქარვა შეიქმნა ქარვა წარმოადგენს ფიჭვანი ხეების რომ გამოდის სმალა, რომ ჩამოედინება ხეს. და ეს წეპო, მე წეპოს ვეტყვი, ეს ხის წეპო, ეს სმალა ქვავდებოდა რამდენიმე მილიონი წლების განმავლობაში. ეს არის ორგანული ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ხელოვნებაშიც და საიუველირო საქმეშიც. მაგრამ ზოგ ქარვებს შტორმის დროს თურმე ბალტიის ზღვა აგდებს ბევრ ქარვას, რომელშიც არის ან კოღო, ან სხვადასხვა მწერები, ან რაც კი არსებობს, რაც კი მოძრაობდა, ყველაფერი არის ამ ქარვაში ჩაბეჭდილი. ხო, და ყველაზე მსხვილი ადგილი, სადაც ბევრი ქარვა არის, ბევრ ქარვას წარმოშობს, ეს არის ბალტიური ზღვის სანაპირო. ხო, და ამ ორგანული შენაერთის შემადგენლობაში შედის ქარვის სიმჟავე და შედგება ჟანგბადისგან, წყალბადისგან და ნახშირწყლისგან. ცესგან, ნახშირისაგან. უგლევოდ. და ფორმულა არის ქარვის C10 H16 და 2. რა კარგია ეკრანის გადიდება რო შეიძლება. გაჩვენებთ ახლა. ეს არის ქარვის ფორმულა. პირიქით დაიწერა, მაგრამ ალბათ მიხვდებით. და საერთოდ ბალტიის ზღვის სანაპირო არის ძალიან ძლიერი ძალის ადგილი. შემდეგი შეკითხვა. ადამიანის სიკვდილის პროგრამები არსებობენ და თუ არსებობენ, როგორ შეიძლება მათი თავიდან მოცილება? პანდორა პასუხობს, რომ ჩვენმა მტრებმა ჩვენი სამყაროზე ცნობიერება გადაგვიბრუნებსო თავდაყირა. ჩვენ გენეტიკაში შემოვიდაო ძალიან ბევრი რასა. ჩაგვიდეს ჩვენ ეს გენები. რეპტებიც, რუხებიც. ჩვენ ყველანი ვართო შერეულები. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიკვდილი არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ ვართო დროებით ავატარებში,
რადგან აქ სხვაგვარად ვერ ვიცხოვრებთო და სიკვდილი, ესე იგი, როდესაც მოდის დრო ჩვენ ამოცანებს შევასრულებთო, ჩვენ ვტოვებთო ავატარს. ანუ ავატარი ხდება, ჩვენ კი არა. და ზოგს აიძულებენ კლინიკური სიკვდილი გადაიტანონ, რომ გაიგონ, რომ სიკვდილი არ არსებობს, რომ იქ დრო არ არსებობს. ხო, ლეტარია მე მინდაო დავამატო, რომ ადამიანსო აქვსო 3-4 წერტილი, საიდანაც მას შეუძლეო სიკვდილის დროს გამოსვლა. და თუ გვინდაო ჩვენო კითხესო შეიძლება თუ არაო სიკვდილის შიშა მოვიცილოთო. სიკვდილის შიშ ჩვენ ვერ მოვიცილებთ ამბობს ლეტარია, იმიტომ რომ ეს სიკვდილის შიში ჩაქსოვილია ჩვენ დნმ-ში და პანდორამ თქვა მე დავამატებო. შემდეგი შეკითხვა. როგორ გავლენას უბრალოდ კაცობრიობაზე გავლენას ამ გადასვლის დროს როგორ ახდენენ ძალები წვილი სამყაროდან. თუ შეგიძლიათო მოყევითო შექმნელებზე კაცობრიობის პროგრამისაო. პანდორა პასუხობს, რომ დედამიწაზე ძალიან ბევრი რასებიაო, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას პლანეტა დედამიწის დათესვაშიო, ადამიანების გამრავლებაშიო, შექმნაში და შემდეგ პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ისინი ქმნიდნენ ადამიანებს და სვამდნენ მიწაზე, ჩამოყავდათ მიწაზე და მძინარე მდგომარეობაში ტოვებდნენ და შემდეგ ადამიანი რო იხვიძებდა, მას არც კი ახსოვდა საიდან მოვიდა. და როდესაც იყო პირველი შემოჭრა დედამიწაზე ამ რეპტების, რუხების და სხვა ოკუპანტების მიერ, მტრების მიერ უბრალოდ თითქმის 90% კაცობრიობა იყო ამოწყვეტილი და მათო ალბათ მოხდაო ამის გამო. და მათ მოუწიათო თავიდან ამ მატრიცის შექმნა. კი ახლა რაღაცაო მათ შეცვალესო თავიანთ სასარგებლოთო. და ამდაგვარი მატრიცა მათ შექმნესო პარალელურად რამდენიმე სამყაროში. და თავის სასარგებლოდ მათ როგორ სჭირდებოდათ, ისე გადააკეთესო ყველაფერი. იმ მიზნით, რომ შემდეგ რაღაც რესურსები ამოეტუმბვათ ან ამოიკაჩათ ფიზიკური პლანიდან. მაგალითად მე ხა დავამატებ თურმე, როდესაც საფეხბურთო მატჩები საბჭოთა კავშირის დროს ახლა არ ვიცი ხდება ეს თუ არა, როდესაც ხდებოდა მაშინ იმ დროს საფეხბურთო მატჩები ხომ ეყენა ეკრანები, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ თურმე ეს ეკრანები ისე ძლიერში თანთქავენ ამ ადამიანების ფანატიკოსების ყვირილს, ემოციებს, ეს ხომ ყველაფერი ნეგატიურია. ამათ რეაქციებს ეს ყველაფერი თურმე ამ ეკრანებზე ეს ეკრანები შეთანხმავენ ამას ყველაფერს და შემდეგ თურმე დრაკონელები მოდიოდნენ და ეს ეკრანები მიქონდათ, ხსნიდნენ ეკრანებს და მიქონდათ, რომ შემდეგ იმ ეკრანებიდან ამოიღოთ ის ნეგატიური რეაქციები, რაც სტადიონზე ხდებოდა. ბევრი შემთხვევებია, როდესაც ერთმანეთი დასრეს ახალხმა. ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი ამბები ხდებოდა ზოგჯერ სტადიონზე და ბევრი იღუპებოდა. ხო, და ახლაო ეს იყო 23 წელს ჩვენი მტრებიო რას აკეთებენო, ჩვენ მტრები აგროვებენო თავის რესურსს და მიდიანო, რადგან პლანეტა უკვე მაშინ იწყებდა აღმავლობას, მაშინაც ეტეოდა ვიბრაციები. როდესაც ადამიანი გამოდის დუალობიდან, ის იწყებსო ამათ, ანუ ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არ არის, ამათ ამოცნობას. ჩვენ იმ დროსაც ვიყავითო ოდესღაც, როდესაც ეს ყველაფერი იყო დანგრეული. როდესაც ჩვენ შეგლებთო გაცნობიერებულ მდგომარეობაში შესვლას, შეიძლება ჩვენ ყველამ გავიხსენოთო, რომ ჩვენ ერთ დროს ვიყავითო შემხნელები. პლანეტების მშენებლები, სამყაროს მშენებლები,
და ჩვენი მატრიცის შექმნელები. და ჩვენ ახლა, როდესაც ცნობიერება გვიფართოვდება, ჩვენ ვანგრევთ ამ მატრიცას. და მე ვაპარაკობ ამაზე ყველაფერზე, აგრეთვე გუმბათის გახრეტასეო, ინსაიდერობაზეო. და ლეტალია უმატებს, რომ სამწუხაროდ დედამიწა არისო, როგორც მოედანი ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ხო? დედამიწა იყო, გახდა უფროსწორად შემოსების შემდეგ, შემოჭრის შემდეგ ჩვენი წლების ციხე ყველასთვის. ზოგი ძლიერი ნათელი ძალები უცხოპლანეტელები გაიჭედა დედამიწაზე, ზოგმა მეხსიერება დაკარგა, ზოგმა მოასწრო გაქცევა, ზოგმა მოასწრო მიწისქვეშ შესვლა. მიწისქვეშ ვერ მოქმედებდა ჩვენი ოკუპანტების კანონები, მოქმედებდა მხოლოდ ზედაპირზე, დედამიწის ზედაპირზე. და იმისთვისო, რომ ექსპერიმენტი იყოსო, თუმცა ჩვენ გვიკეტავდნენო მეხსიერებას. და ჩვენ გარდა აქ იმყოფებიანო ძალიან ბევრი წარმომადგენელი სხვადასხვა ცივილიზაციებიდანო, რომლებიც ისევე თამაშობენო ამ მოედანზე. როგორც ვირტუალური თამაში ხომ ხდება ხანდახან თამაში მეორე თამაში შიგ. და ბევრი მოთამაშეებია, რომლებიც ძაფებს როგორ გითხრათ, ძაფებზე ჭიმავენ. და იმიტომ არის ასეთი ქაო. და იმიტომ ხდება ტერიტორიების გაყოფა, ხდება რესურსების გაყოფა. ვიღაც პასუხობს ვიღაცის მაგივრად, ვიღაცა გართმევს. ეს იმდენად რთული სისტემები არისო. ჩვენი ამოცანა პრინციპში არისო, შედგება იმაში, რომ ჩვენ არ უნდა შევეცადოთო ამაში ყველაფერში გავერკვეთო, რადგან ჩვენ ამ ადამიანურ სხეულებში ჩვენ მაინც ვერ გავიგებთო ვერაფერს. რა ხდებაო? რადგან ეს ყველაფერი განლაგებულია ჩვენი მატრიცის უკან, მიღმა, მაპატიეთ, ჩვენი მატრიცის მიღმა. ჩვენ ვერ ხედავთო ამ თოჯინების მართველებს, ვერ ხედავთო, რომლებიც ქმნიან თავის პოლიტიკას, თავის ამინდს, პირდაპირ გაგებით ამინდს და ყველაფერ დარარჩენს. ეს ყველაფერი ხდება კადრების მიღმა, კულისების მიღმა. და მე მინდა დავამატო, რომ ეს ლიდერები თქვენ რა გონიათ? არც ერთი კონფლიქტი არ დაიწყება და არც ერთი ომი არ დაიწყება, თუ კულისების მიღმა ვინმეს არ უნდა. მაგრამ ახლა რაც ხდება დედამიწაზე, ეგ უკვე სხვა სიტუაცია, მე მინდა დავამატო. იმიტომ რომ ჩვენ ვუახლოვდებით აპოგეას. იმ მომენტს, როდესაც ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ერთი რაც შეგვიძლია თუ ჩვენ გავაკეთოთ და დავიწყოთო გამოღვიძება. და როდესაც ჩვენ ვაღიარებთო, ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვართ ღვთაებრივი არცებებიო, ჩვენ შეძლებთო გზის ნახვას. ეს იყო 23 წელს. ახლა უკვე თითქმის ყველა გამოღვიძებულია, ხალხმა უფრო გააცნობიერა ყველაფერი, ხალხს უფრო სჯერა, ხალხი უფრო ხტება თუ რა ხდება სინამდვილეში, სამყაროში, მსოფლიოში. და ნელ-ნელა ხალხი იწყებს მიხვედრას. უკვე ანალიზსაც უკეთებენ ყველაფერს. და პანდორა მე მინდაო დავამატო, რომ მეხსიერება გაიღვიძებსო აუცილებლად. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენ თავზე მუშაობა. და თუ ვინმეს ჯერ არ გამოიღვიძა მაპატიეთ, თუ ვინმეს ჯერ არ გაიხსნაო მეხსიერება, ეს მის სასიკეთოდ ხდებაო, რომ ადამიანმა თავისთავი არ დაიღუპოსო. ზოგიერთს კი სპეციალურად არ უხვდებენო მეხსიერებას, რომ მან ასე ვთქვათ, ბნელი ძალების მიმართ მთელი ძალებით, როგორც ეთქვია რუსები, შეშა არ დაამტრიონო. ეს არის ჩვენი თვით განვითარება, ჩვენი სულიერი ცნობიერება. შემდეგი შეკითხვა: როგორ შეეძლოთო ადრე ადამიანებს ამხელა უზარმაზარი სტატუეტების დაყენება სიმაღლეზეო?
პანდორა პასუხობს, რომ მაშინ სულ სხვა ადამიანები ცხოვრობდაო, მაშინ ცხოვრობდნენო გიგანტი ადამიანებიო, მაგებიც, მაშინდელი მაგებიც იყვნენო გიგანტები, ცხოველებით ფლორაც და ფაუნაც იყო გიგანტური ზომის და მათთვის ეს ამ სტატუეტების სიმაღლეზე ატანა იყო ძალიან იყო ნორმალური, ეს ჩვენთვისაა პრობლემა. და ბევრი გიგანტები იყვნენ განადგურებულები, რადგან საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანებისთვის. და ლეტალია ამატებს, რომ გავიხსენოთ ატლანტები, ისინი იყვნენ ძალიან დიდი ზომის გოლიათები იყვნენ და მათი წინაპრებიც ცხოვრობდაო ჩვენთან როგორც ცივილიზაცია და აგრეთვე მათ ჰქონდათო ტექნოლოგიები, რომლებიც უკეთებდნენო ანულირებას დედამიწის მიმზიდველობას, ანუ ახლობდნენო გრავიტაციას და ამ ტექნოლოგიების მეშვეობით მათ შეეძლოთო დიდი ქვები, ბელტები გადაიტანათო იმ ადგილას, სადაც მათ სურდათო. და მათ შეეძლოთო აიძულათო ქვას ლევიტირება დაეწყო და ეს ყველაფერი ხდებოდაო სპეციალური ხმის საშუალებით. როგორ? ქვის გარშემო დადგებოდაო, ხო, მე ხა გეტყვით ერთ სიზმარს, მე ვდგავარო სარკის წინ, იქ თაროზე, ტუმბუჩკაზე დენაო სუნამო, ეს სუნამო მივიტანეო ცხვირთან და უცებ მძაფრად მე ესე იგი ვიწევი ზევით და ჭერს ვენარცხებიო და მე მივხვდიო, რომ მე ლევიტირებო, დაფრინავო და მივყვილი ვარ დედაჩემს ვუძახი ძილში და ვეუბნებიო დედაჩემს, მე ხა მესმისო თუ როგორ აშენებდენო ეგვიპტურ პირამიდეს და მე სიზმარში ვაცნობიერებდიო, რომ ეს სუნამოები რატომღაც ჩამოტანილიაო ვენერიდან და ძალიან ძვირი ხილდაო იმ დროს. და ლეტალია ამბობს, მე მინდაო თქვენ გითხრათ, რომ ბუდისტებსო ადრე ჰქონდათო ინსტრუმენტი სვაჯრა, არა მხოლოდ სარიტუალო ელემენტია უმხოლოდ. თან ის სარიტუალო ელემენტი გახდაო ახლა ჩვენ დროს, რადგან ძველი ტექნოლოგიები დავიწყებული იქნაო. და როგორ აშენებდნენ ისინი ტაძრებს ყველაზე მაღალი მთის კენწეროზე. გროვდებოდაო რამდენიმე ბუდისტი, რომლებსაც წინასწარ ასწავლენ საჭირო მეთოდიკა, დგებოდნენ წრეში, მათ ჰქონდათ გრძელი მილები, ხის პატარა მილებიო, ისინი წრეთ დგებოდნენო იმ უზარმაზარი ქვის გარშემო, რომელიც უნდა ეწეათო სიმაღლეზე და იწყებდნენო საჭირო ხმების გამოცემა. იგი რო ამბობს მილებიო კი არა, ეს იყო გრძელი მოგრძო, ალბათ ეს გულისხმობს გაფართოებული როა ბოლოში, გრძელი ჩასაბერი და ბოლოში გაფართოებული რომ ალბათ მაგ ინსტრუმენტს გულისხმობს. და როდესაც ამ ჩასაბერის ხმები ხდებოდა ქვის, ესე იგი ემთხოვდა ქვის რეზონანსს, ხმები, უბრალოდ მე არასწორად გადავთარგმნი ახლა. როდესაც ამ ჩასაბერის ხმები რეზონანსში შედიოდა ქვის რეზონანსთან, ეს ქვა იწეოდა და როდესაც ქვას აწებდნენ, მოაცილებდნენ მიწას, თავიანთი საჭირო აზროვნული მიმართულებით ამ ქვას აძლევდნენ მიმართულებას და ამ ქვას აგდებდნენ მთაზე. ეს ტექნოლოგიები დაკარგულია, მაგრამ ამაზე ინფორმაცია თანდათანობით იხსნება. სვარჯა თუ ტაჯრა, ეს არისო ინსტრუმენტი კი არა, ეს არისო იარაღი, ამბობს ლეტალია. და ეს ტაჯრაც იმართებოდაო ხმით და ცნობიერებით. ამ ტაჯრათი შეეძლოთ ხეების დაჭრა, ამ ტაჯრას იყენებდნენ მტრების გასანადგურებლად. ეს ტაჯრა იყო სხვადასხვა ზომის. ახლა კი ეს ვაჯრა თუ ტაჯრა, არ ვიცი რა ქვია ამას, მგონი ვაჯრა ყოფილა სწორად.
დგასო როგორც სანიმუშო ნივთი რა წასულთან დაკავშირებით. კარგი, მე ამაზე შევჩერდები, რადგან მალე გამეთიშება ინტერნეტი და მინდა ეს ავტვირთო. შეხვედრამდე, შემდეგ ჩართვამდე.